ასეთ რამეს ეხლა ძალიან რთულ პროცესებთან გვაქვს საქმე. სად იყვნენ მაშინ ეს დაპირისპირებული მხარეები, დღეს დაპირისპირებული მხარეები, როცა ტელევიზიის კავკასიაში რომ შევარდნენ. მაშინ რატომ არ დაუპირისპირდნენ ეს ვითომ ლიბერალები ამ რადიკალებს? აი დუმილი ეხლა მამა პეტრი ამბობს რომ დუმილით გაიცემაო ქრისტეო და მაშინ რატო დუმდა? როცა კავკასიის ეთერი და კავკასიის სტუდია დაარბიეს. თქვენ როგორ ფიქრობთ რატომ აღარ დუმან ახლა? კითხვები მაქვს. რა შეიცვალა? პირადად შეეხოთ და სადაც პირად შეხებაზე რომ მიდგება საქმე და მარტო პირადულის გამო იწყებ ამ ხელა მოძრაობას და ასე ვთქვათ განხეთქილებას საყოველთაოსთვის რატო არ იწყებ? როცა ეპისკოპოსები ქადაგებენ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლსა და ხორცს აზიარებენ მთელ მსოფლიოს, მაშინ რატო დუმნან? რატო დუმდნენ მაშინ, როდესაც ჩემზე ქრისტიანულად არაკანონიერი ქმედებები განხორციელდა? მაშინ რატო დუმდნენ ეს ვითომ ლიბერალი მხარე, როდესაც სტუდენტები დააჯახეს ერთმანეთს და სეპარატორები არიან ფაქტიურად. საქართველოს საპატრიარქოს მე იურისდიქცია იმიტომ გამოვეყავი იურისდიქციულად, რომ ეს ხდებოდა, მე ამას ვხედავდი და ვაკეთებდი მთელმა ქვეყანამ იცის, ვაკეთებდი ამ ამბების პრევენციისათვის გარკვეულ განცხადებებს. რაც ყურად არიღეს თავის დროზე, არც ერთმა მხარემ, არც მეორემ და ეხლა ერთმანეთს ამხილებენ და საქართველოს საპატრიარქო როგორ ათავსებს ამას, რომ მწვალებლობაში ამხილებს ერთი მხარე მეორეს და თან ორივე განაგზობს მღვდელმოქმედებას. როგორ ახერხებს ამას საპატრიარქოს? საინტერესოა. რომის პაპს იოანე პავლე მეორესაც შევხვდი მე. მე იოანე პავლე მეორესაც შევხვდი, როცა იყო ჩამობრძანებული და პაპ ფრანცისკესაც შევხვდი, ჰქონდათ თბილი ქრისტიანული საუბარი, თხოვა რომ მომეხსენებინა ის ლოცვებში და მეც ვთხოვე რომ მოვეხსენებინე მას ლოცვებშიც. რა არის ამაში მწვალებლობა? ეხლა ეს რადიკალური მხარე წმინდა არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძეზე უფრო მეტი მართლმადიდებლები და ქრისტიანები არიან თუ მაშინ განმარტონ რა უნდათ? მოდით უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, სწორედ ჩემი კითხვაც ეს არის, რა უნდათ მათ? მოდით მე უფრო რომ ჩავუღრმავ ეს ჩემზე კონკრეტულად ისინი საუბრობენ ერთმანეთზე. მოდით აი ასეთ ციტატას გავიხსენებ თქვენსაც და შემდეგ მიპასუხეთ რას გულისხმობთ უფრო დეტალურად. თქვენ ამბობთ რომ ეს ყველაფერი მათ პირადად ეხება, ამიტომაც გააქტიურდნენ ისინი, თუმცა გარკვეულწილად შეიძლება მათ უკან კიდევ ვიღაც იდგეს. თქვენ მაგალითად ასეთი რამ განაცხადეთ. იაკობაშვილის პოლიტიკური თარეში ამბიონზე უნდა დასრულდეს. მოვითხოვ ქორეპისკოპოს იაკობის და მისი ძმის ბიოგრაფიის ბოლო 10 წლის გამოძიებას. მათი სახელები შავი ასოებითაა ჩასაწერი საქართველოს ისტორიაში. ეს კაცი ამბიონიდან აწოდებს ერთს ფსბ-სგან მიწოდებულ ინსტრუქციებს. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ, მას სინანულს უსურვებ. მე კი მოვითხოვ ლუსტრაციას. რას გულისხმობთ ფსბ-ის ინსტრუქციებში, რომელსაც აჟღერებს? კი, აი როდის არის, აი დავათარიღოთ ეგ ჩემი განცხადება. როდის არის ეგ გაკეთებული? რამოდენიმე წლის წინ. 2014 წელს არის გაკეთებული. ლუსტრაციას მოვითხოვ. დიახ, ესე იგი უკვე 3 წელიწადი გავიდა, ხო? დიახ, თითქმის. ვინ ან რადიკალებმა ან ეგრეთ წოდებულმა ლიბერალებმა აი ამ განცხადებას ეს განცხადება რო გავაკეთე, მაშინ სად იყვნენ? მაშინ რატომ არ მოყვაშეს რეაქცია? რას გულისხმობთ რომ განგვიმარტოთ მამაილია, რას გულისხმობთ მაგალითად 10 წელიწადში, რომელიც შავი ასოებით არის ჩაწერილი საქართველოს ისტორიაში? რას გულისხმობთ ფსბ-ის მითითებებში? ნუ ყველა მიცის რომ ისინი იყვნენ
საჯარისო ფორმირებაში. მხედრიონში. დანარჩენზე იმჯეროს ლუსტრაციამ. ფსბ-ს მითითებებზე რას გვეტყვით? თქვენ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ თუ ეს თქვენი ვარაუდია? ეს ახლა გეტყვით რაზე არის დაფუძნებული ჩემი ვარაუდი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფსბ-მ შექმნა მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირები, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვინმე კირილე ფროლოვი. და იგივე საქართველოსთვის შეარჩიეს უფრო მშობელთა კავშირი და ეს ეკლესიის გარეთ ორგანიზაცია არის იმდენად რამდენადაც ეკლესია გვაკავშირებს, ქრისტე გვაერთიანებს და ეშმაკი გვაშორებს ერთმანეთს. თქვენ ფაქტობრივად დანაშაულში მე ვარ დანაშაულში დებთ ბრალს დანაშაულებრივ წარსულზე. თქვენ საუბრობთ ფაქტობრივად დანაშაულებრივ წარსულზე ამ ადამიანის და შესაბამისად ამ განცხადებიდან გამომდინარე დანაშაულებრივ აწმყოზე. ნუ ეგ პროკურატურამ განსაზღვროს რა. ფაქტია ყოველ შემთხვევაში რომ თქვენ თვითონ პროკურატურის გამოსაძიებელია ეს საქმე. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ბატონ მამაილია, როგორ ფიქრობთ, როდესაც მეუფე იაკობსა და მეუფე დიმიტრის შორის გაჩნდა ასეთი დაპირისპირება და მე მაყურებელმა რომ იცოდეს, დამატებით განმარტებას გავაკეთებ, რომ საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით გადაცემის დასაწყისში, არის სწორედ პატრიარქის ძმისშვილის შვილის მეუღლე. ამიტომაც ახსენებდა მეუფე იაკობის სიძეს და ამბობდა რომ სიძე არავისთვის ინდულგენცია არ არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა აქ გავლენებისთვის ბრძოლა და შეიძლება პატრიარქის მემკვიდრეებისთვის ბრძოლა? არ ვიცი ვინ ვისი სიძეა, ვინ ვისთვის იბრძვის, მაგრამ ფაქტია რომ საპატრიარქოს ყოველთვის ნელთბილი პოზიციები უჭირავს რაღაც პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. აი ესეთი რაღაცა, დათვი ბურდღუნებდა, 10 ისცემდა, 1 უყურებდა, ამ პირიქით დათვი ბურდღუნებდა, 1 ისცემდა, 10 უყურებდა და არიან ასეთ ნელთბილ შუაშური თუ შუალედური თუ რა ქვია რა ტერმინით მოვიხსენიო არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ისინი საპატრიარქო ყოველთვის ცდილობს რომ ეს თემა გარეთ არ გამოვიდეს, დღესაც მე უკვე